ისმის კითხვა არის თუ არა რუსეთი ტერი და რეალურად რა დაგუშავა რუსეთმა. მოდი შევახსენოთ ხალხს თუ რა დაგუშავა რუსეთმა. 1191 წელი იური ბოგოლოვსკი აწყობს აჯანყებას და ცდილობს ტახტი დაიკავოს. ამ ყველაფერს მოყვება სამოქალაქო ომი საქართველოში. იური ბოგოლოვსკი გააძევეს ქვეყნიდან. 1193 წელი იური მეორე ცდილობს ტახტის დაკავებას და ისევ ხდება სამოქალაქო ომი. იური ამჯერად საბოლოოდ გააძევეს ქვეყნიდან. 1554-1557 წლები ივანე მრისხანის სამხედრო დაპირისპირება საქართველოსთან, კერძოდ ქართლის და კახეთის სამეფოებთან. 1770 წელი ღალატი ასპინძის ომში. 1795 წელი ღალატი კრწანისის ომში. 1801 წელი ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია. იმავე წელს რუსებმა ქართული სამეფო ოჯახი გადაასახლეს. 1804 წელი მთიულეთის აჯანყების ჩახშობა. 1810 წელი იმერეთის სამეფოს ანექსია. 1811 წელი ავტოკეფალიის გაუქმება. 1812 წელი კახეთის აჯანყების ჩახშობა. 1819-1820 წლები იმერეთის აჯანყების ჩახშობა. 1830 წელი კახეთის აჯანყების ჩახშობა. 1841 წელი გურიის აჯანყების ჩახშობა. 1841 წელი ლათას ხეობის გენოციდი. 1856 წელი სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა. 1876 წელი ხალდეს გენოციდი. 1905 წელი გლეხების გამოსვლების ჩახშობა საქართველოში. 1920 წელი სოჭის ანექსია. 1921 წელი საბჭოთა ოკუპაცია. 1921 წელი ჰერეთის, ლორეს, ტაო-კლარჯეთის და სხვა ქართული მიწების გაჩუქება ყარსის ხელშეკრულებით. 1922 წელი სვანეთის აჯანყების ჩახშობა. 1924 წლის აჯანყების გაუგონარი სისასტიკით ჩახშობა. 12000 მოკლული ქართველი. 1930-იანი და 50-იანი წლების რეპრესიები. დახვრეტილი და გადასახლებული ათეულათასობით ქართველი. 1944 წელი მესხთა დეპორტაცია. 1950-იან წლებში მთის ქართველების იძულებით გადასახლება. 1978 წელი სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა. 1999 წლის 9 აპრილის აქციის სასტიკი დარბევა. 1991-1992 წლები ცხინვალის ომი და ქართველთა ეთნიკური წმენდა. 1991 წელი კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზება. 1991-1993 წლები სამოქალაქო ომის გაჩაღება საქართველოში. 1992-1993 წლები აფხაზეთის ომი და ქართველთა გენოციდი. 2004 წელი სამაჩაბლოს ინციდენტი. 2008 წლის აგვისტოს ომი და ეთნიკური წმენდა.